თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. არის თუ არა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში, რა წერია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რა რეკომენდაციებს თავაზობს ორგანიზაცია ძალოვან უწყებებს. ამ შეკითხვებს უპასუხებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები გურა მიმნაძე და ანი ნასრაშვილი. მსმენელს კი შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ჩვენი დღევანდელი შეკითხვაა თქვენ მოქალაქეები როგორ ფიქრობთ, ინარჩუნებს თუ არა ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, არის თუ არა უწყება აპოლიტიკური. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ მისამართზე kanoni@radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები და დაგვითმით დრო დღეს პირველი გადაცემა ხანგრძლივი შებულების შემდეგ. იმედია რომ წარმატებული სეზონი გვექნება, ეს სეზონიც საეთეროს გულისხმობ. მოდი დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში თქვენი კვლევის შესახებ, რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სულ რამდენიმე დღის წინ იქნა ეს კვლევა გასაჯაროებული და შესაბამისად ინტერესი დიდია. მთავარი შეკითხვა, რაც მე გადაცემის დასაწყისით არის ის, რომ არის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ნეიტრალური პოლიტიკისგან და არის თუ არა აპოლიტიკური. თავი შეკითხვა ალბათ ორივეს აზრია მნიშვნელოვანი, ერთ ორგანიზაციას მართალია წარმოადგენთ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდით თუნდაც ამ კვლევაში. მოგესალმებით, მივესალმებ მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებულ სეზონს. კითხვას რაც შეეხება ეს კვლევა რამდენიმე მიმართულებით ცდილობდა დასმულ კითხვაზე პასუხს, ერთი საკანონმდებლო დონეზე, შემდეგ პრაქტიკულ დონეზე, ასევე კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე, იყო თუ არა პოლიცია დეპოლიტიზირებული. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ შინაარსის და ამ საკითხის კვლევა პირველი არის საქართველოში და ჩვენთვის მაგალითად შეუძლებელია იმის თქმა, რომ დღეს პოლიცია უფრო პოლიტიზირებულია, ან უფრო ნაკლებად პოლიტიზირებულია, ვიდრე ის იყო 2 წლის წინ ან 4 წლის წინ. თუმცა შეგვიძლია უკვე ზოგად მიმართულებებსა და ტენდენციებზე საუბარი და ასევე კარგი არის ის, რომ ეს კვლევა კონკრეტული სოციოლოგიურად დასაბუთებული მეთოდოლოგიით წარიმართა, რომლის შემდეგაც თუნდაც მომავალ პერიოდში თუ განხორციელდება იგივე შინაარსის კვლევა, უკვე იქ შეიძლება გამოიკვეთოს ტენდენციები, მაგალითად წინა პერიოდთან შედარებით რაიმე ცვლილება თუ არის ან უფრო მეტად დეპოლიტიზირებული თუ არის პოლიცია. კითხვას რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის პოლიტიზირებლობის პრობლემა დგას და ეს პრობლემა რამდენიმე მიმართულებით არის აქტუალური. პირველი არის კანონმდებლობა და კანონმდებლობაში ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ უშუალოდ საკადრო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად რეგულირებული არის, უბრალოდ სადაც წარმმართველი როლი აკისრია შინაგან საქმეთა მინისტრს და სადაც მინისტრი, რომელიც არის პოლიტიკური ფიგურა, აქვს შეუზღუდავი კომპეტენცია. ზოგადად ძალიან საინტერესო არის ეს არსებული მდგომარეობა, როდესაც მინისტრი ერთის მხრივ არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, პოლიტიკური პარტიის წევრი და ეს არის აბსოლუტური მოცემულობა, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავექცევით. ყველგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკური კუთვნილება გააჩნია მას, პოლიტიკური იდენტობა. თუმცა ამავდროულად საქართველოში უცნაური არის ის, რომ მინისტრი არის ნომერ პირველი პოლიციელი, რომელსაც აქვს აბსოლუტური უფლებამოსილება როგორც საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე მაგალითად თანამშრომელთა დისციპლინირების კუთხით. კვლევაში იდენტიფიცირებული ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ მინისტრის კომპეტენცია, ანუ ამ პოლიტიკური ფიგურის კომპეტენცია არ არის ადეკვატურ ფარგლებში მოქცეული და მინისტრს მაგალითად შეუძლია უშუალოდ ჩაერიოს ყოველდღიურ საპოლიციო საქმიანობაში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენ იგივე სპეციალური საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდი,
რომელზეც სწორედ მინისტრი გამოსცემს ბრძანებას. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მაგალითად პრაქტიკაზე, როგორი არის პრაქტიკაში პოლიციის გამონება, ამაზე ალბათ ჯობია ანი მისაუბროს და ანი გაგცემთ. პრაქტიკა საინტერესოა, თუმცა შალვა ხუციშვილმა გააკეთა გუშინ თქვენ კვლევასთან დაკავშირებით განმარტება, მან თქვა, რომ ამ კვლევამ საბოლოო ჯამში დაადასტურა ის, რომ წინსვლა გარკვეული მიმართულებით არის და თქვა, რაც შეეხება უკვე შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით და განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს. მან თქვა, რომ შესაძლებელია გასაჩივრება და შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და მინისტრი არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. სანამ უკვე პრაქტიკაზე გადავალთ, მასაც რომ უპასუხოთ იმ განცხადებას, მე დაახლოებით შინაარსი გაგაცანით, ალბათ თქვენს გაეცანით რა ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კი, პირველ რიგში კვლევას რა თქმა უნდა ქონდა სამართლიანობის უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მათ შორის დაფიქსირებული არის გარკვეული დადებითი ტენდენციები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ სისტემურ დონეზე არის პოლიცია უფრო მეტად დეპოლიტიზირებული და ინსტიტუციურად არის დადგენილი და გარანტირებული პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. დადებითი ტენდენცია ის, რომ დღეს პოლიცია მაგალითად უშუალოდ აღარ ძალადობს მაგალითად პოლიტიკურ პარტიებზე, ან მაგალითად პოლიცია დღეს ნაკლებად შეიძლება იყენებდეს პოლიციურ რეპრესიულ მექანიზმებს, ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუციურად ამ კუთხით არავითარი ცვლილება არ გატარებულა. ბოლო პერიოდის მოვახდენ ციტირებას მისი განცხადების. პოლიციის დეპოლიტიზებას რაც შეეხება, დასკვნაში ნახავთ, რომ ეს საკითხი დადებითად არის მოცემული, რადგან ამ აქტიური საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს, რომ პოლიცია დეპოლიტიზებულია ან ვინმეს ჩაგრავს. აი ესეთი განცხადება, ესე ცალსახად და ერთნიშნულოვნად წერია თქვენს დასკვნაში, რასაც ბატონი შალვა ხუციშვილი ამბობს. არა, რა თქმა უნდა, ესეთი ცალსახად დასკვნა არ წერია და ალბათ ახმის პრობლემა თუ აი ალბათ ჯობია ამაზე თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უთხოვოთ განმარტება თვითონ რას გულისხმობდა, იმიტომ რომ კვლევაში დადებითი ტენდენცია არის ხოლმე ერთი ნაწილში ნახსენები, რომ მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პოლიცია უშუალოდ არ შედიოდა ძალადობრივ ურთიერთობაში, ანუ არ იყენებდა დაუსაბუთებელ რეპრესიულ მექანიზმებს, ზოგადი ტენდენციის სახით არ იყენებდა დაუსაბუთებელ რეპრესიულ მექანიზმებს პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, ანუ პოლიტიკური პარტიების მიმართ. თუმცა აქვე ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად საკვებ პერიოდში ამ მიმართულებით დიდი აქტივობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ დაფიქსირებულა, ანუ ჩვენ არ გვახსოვს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაანონსებული და ორგანიზებული მასშტაბური აქციები. თუმცა როცა იყო მაგალითად პატრიოტთა ალიანსის აქცია დაორგანიზებული, იქ უკვე ამ აქციის ორგანიზატორებს შეექმნათ კიდეც სამართლებრივი პრობლემები პოლიციასთან. ამიტომ ეს ტენდენცია არ არის შეგვიძლია ჩავთვალოთ დადებითად, მაგრამ ამავდროულად ამ დადებით ტენდენციას თავისი საფუძველი აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუციურ დონეზე პოლიციაში არაფერი შეცვლა. ან დასკვნაში რომ ნახავთ, რომ ეს საკითხი არის დადებითად მოცემული, ესე არ არის დასკვნაში. რა თქმა უნდა, უბრალოდ დავასრულებ. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც პოლიციაში ინსტიტუციურ დონეზე განხორციელდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს იყო სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა, მაგრამ ეს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან არაფერ კავშირში არ არის. შესაბამისად, ის სამართლებრივი და ინსტიტუციური პრობლემები, რომლებიც შეეხება პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას და ეს პრობლემები იდგა 4, 5, 6 წლის წინ, ამ მიმართულებით არავითარი სამართლებრივი ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად აბსოლუტურად უსაფუძვლო იქნება მტკიცება იმის, რომ რაიმე კუთხით არის გაუმჯობესებული მდგომარეობა. ის რომ დღეს მაგალითად, თუმცა ესეც სადავო არის, დღეს თუ კი სამინისტროს ხელმძღვანელობს უფრო ლიბერალური, უფრო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მინისტრი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ მინისტრების სუბიექტურ განწყობებზე, სუბიექტურ მიდგომებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მთლიანად სამინისტროს პოლიტიკა და მისი ბუნება. საინტერესოა ქალბატონანი, რატომ არ ბოლო პერიოდში 2012 წლის შემდეგ სულ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ძალოვანი სტრუქტურის რეფორმა არის აუცილებელი იმისთვის, რომ იყოს დეპოლიტიზირებული, შეასრულოს მთავარი ფუნქცია, რომ იყოს უსაფრთხო გარემო ქვეყანაში მოსახლეობისთვის. რატომ არის მუდმივად ეს პრობლემა და რატომ გახდა დღეს კვლავ აქტუალური, რომ ჩატარებულიყო მსგავსი კვლევა? მე მესმის, რომ შესაძლოა უბრალოდ ჩაატარეთ კვლევა, გაინტერესებდა, თუმცა უბრალოდ არაფერი არ ხდება ხო დამეთანხმებით ალბათ. რატომ გახდა აქტუალური? აი კონკრეტული кейსები არსებობდა, რომელშიც სიღრმისეულად გინდოდათ გარკვეულიყავით თუ რატომ გადაწყვეტეთ, რომ თავში ჩაკეტარებინათ მსგავსი შინაარსის კვლევა, რომელიც როგორც აღნიშნა ბატონმა გურამმა არ ყოფილა აქამდე საქართველოში.
მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება აღნიშნულ კვლევას, რატომ გადავწყვიტეთ ამ კვლევის ჩატარება და რამ განაპირობა იყო თუ არა ეს საკითხი აქტუალური, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება და ის მექანიზმები და ბერკეტები, რაც მას გააჩნია, ძალიან დიდი ბერკეტი არის გარკვეულწილად პოლიტიკაზე სერიოზული გავლენების მოხდენისთვის და ჩვენ გვაინტერესებდა ცალკეული პოლიციელების მიერ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დროს ეს ადამიანები არიან თუ არა თავისუფლები, არიან თუ არა დამოუკიდებლები და შეუძლიათ თუ არა შემთხვევიდან გამომდინარე გადაწყვიტან როგორ მოიქცნენ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ 10 შემთხვევა 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივლისამდე და ეს 10 შემთხვევა დაკავშირებული იყო ყველა ასპექტში პოლიციის მიერ ერთი შეხედვით უფლებამოსილების არა მარცვლოვნად გამოყენებასთან. გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. მათ შორის ეს არის თუ რა მექანიზმებს არ აღონისებებს იყენებენ პოლიციელები იმისთვის რომ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც პრობლემა მოაგვარან. ეს არის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იცვლებით გადაყვანა პირის. ეს არის ასევე თუმცა მე რამდენადაც ვიცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირს უკვე შეუძლია უარი თქვას. რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა როდესაც პირი თავის სამოქალაქო აქტივიზმში არის და რაღაც თქვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობს, იმისთვის რომ ეს პირი მოწყდეს ამ თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებას, მისი გადაყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უკვე თავისთავად თქვათ იმისთვის რომ დაუშვათ დაიშალოს აქცია, პოლიცია იყენებს იმისთვის რომ აქტიური მოქალაქე როგორმე მოწყვიტონ იმ აქტიურ პროცესს გადაყავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და თუნდაც მან განაცხადოს უარი ამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ის უკვე არაფერს აღარ ნიშნავს და აფერხებს მის მიერ უფლების განხორციელებას, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდამხმართა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმალი ხულიგნობის და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამოყენება, იმისთვის რომ ასევე საჯარო შეკრებებით სარგებლობის დროს პირს ამ მუხლებზე დაყრდნობით დაუდგინოს სამართალდარღვევა, შესაბამისად შემდეგ მოხდეს მათი დაკავება, სასამართლოში წარდგენა. ესეც არის ამ საჯარო ამ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა და ესეც გამოიყენება პოლიციის მიერ. თუმცა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ხულიგნობას, თუნდაც ასე შემდეგ, ან პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. რა გადაცდომასთან გვაქვს საქმე? ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ადმინისტრაციულ სამართალდამხმართა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმალი ხულიგნობით. კი ბატონო, არსებობს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სწორად განმარტოთ ამ ეს დეფინიციები და განსაზღვროს თუ რა შემთხვევაში არის შეურაცხყოფა პოლიციელის რეალურად შეურაცხყოფა, რა შემთხვევაში არის დასაბუთებულობის პრობლემა. რა თქმა უნდა, დასაბუთებულობის პრობლემა არის, ასევე არის პროცესუალური პრობლემები, მაგალითად, როდესაც ხდება პირის დაკავება, ძალიან ხშირ შემთხვევაში კვლავაშიც არის ეს მოცემული, არ ხდება პირისთვის განმარტება, რატო აკავებენ, რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა მან, არ ხდება ადვოკატის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. ეს არის ის პრობლემები, რომელიც კვლევაში არის ასახული. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რამე კვლევაში მოყვანილი, დღეს სულ ახალი ამბავია, დაუშვათ ერთ-ერთი დაკავებული ახლო ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებაში. ანუ შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებასთან და ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გაქვთ ინფორმაცია, თუმცა იყენებს თუ არა პოლიცია ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლის ინსტრუმენტს. ამ მიმართულებით თუ გაქვთ კვლევა ჩატარებული? მე როგორც აღვნიშნე, მოცემულ შემთხვევებში იყო ფიზიკური დაპირისპირება, მაგალითად თავისუფალი ზონის წევრებთან, სასამართლოში უკვე თვითონ საპატიმრო და წინასწარი იზოლატორის დაკავებაში ან დაკითხვის დროს, აი მსგავსი ფაქტების შესახებ. ამ კონკრეტულ კვლევაში აი ამ შემთხვევებზე დაყრდნობით ცალსახად მე არ შემიძლია ხა თქვა, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული იქნა რაღაც ფიზიკური ზეწოლის
ბერკეტები. თავით შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით რომ განუსაზღვრელი უფლებამოსილების სარგებლობს მინისტრმა განცხადება გააკეთა გუშინ მედიასთან შეხვედრა ჰქონდა და მან აღნიშნა რომ მოუწოდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს რომ ცდილობენ ისინი პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩართვას და მისია განცხადებით უნდა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. არჩევნებს იმიტომ ვახსენებ რომ არჩევნები მოდის და ახლა უფრო მეტად გამომჟღავნდება აპოლიტიკურია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. თვითონ მინისტრის ეს გზავნილი საზოგადოებისთვის ეს არის PR სვა თქვენი აზრით თუ ეს არის რეალურად ის რომ გაფრთხილება პოლიციელებისთვის რომ არ მიემხრონ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას და არ აყვნენ მათ თამაშს. მინისტრის გუშინელი განცხადება ბევრი მიმართულებით იყო საინტერესო. პირველ რიგში თვითონ ეს ციტატა რაც თქვენ ახსენეთ რომ ყველა თავი შეიკავოს საკუთარი პოლიციის გამოყენებისგან ცოტა კითხვის ნიშნებს პადებს. რას ნიშნავს საკუთარი პოლიციის გამოყენება? აქ იგულისხმება უშუალოდ პოლიციაში არსებული დანაყოფები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ექვემდებარება თუ მინისტრმა უბრალოდ გადატანით იმ მნიშვნელობით აღნიშნა პოლიცია და შესაბამისად ამ მიმართულებით. იმედია ამ გაგების თქვა რომ პოლიცია არის ყველასი და არა კონკრეტული პარტიის ან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის. მინისტრის გუშინდელ განცხადებაში იყო საგულისხმო ელემენტები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ მინისტრი აცხადებს და მხარს უჭერს პატიოსან და კეთილსინდისიერე სამართალმცავებს და პოლიციის ნდობა, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ელემენტის გარეშე შეუძლებელი არის დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა. თუმცა ეს ამ ნდობას, რა თქმა უნდა, გამომუშავება და მოპოვება პოლიციის ყოველდღიური საქმიანობით და მხოლოდ მინისტრის პოლიტიკური განცხადებით, რომ ჩვენ ვენდოთ პოლიციას, ესეთი ნდობა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არ შეიქმნება და მინისტრის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ნდობას პოლიციის მიმართ. რეკომენდაციებზე და თუ რა რეკომენდაციებს გავაზობთ თქვენ სამინისტროს ამაზე, ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე მსმენელია, მოდით მივცეთ მას საშუალება, რომ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და დააფიქსიროს პოზიცია. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ჩვენ დღევანდელი მთავარი შეკითხვა არის თქვენი აზრით არის თუ არა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში. დიახ, გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს კვლევამ რა აჩვენა, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, რომელიც ახლა დაიწყო, რაიმე დადებითი ტენდენციები თუ გამოიხატა ამის შემდეგ, უფრო გამჭვირვალეა თუ არა მათი საქმიანობა, ანუ რამდენად მართებული იყო ზოგადად ეს რეფორმა, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო. მადლობა შეკითხვისთვის. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში და გავცეთ ჩვენს მსმენელს პასუხი, რამდენიმე წამში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგველოდეთ. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან მოგწერეთ მისამართზე kanoni@radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები გურა მიმნაძე და ანი ნასრაშვილი და ჩვენ საუბრობთ იმ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც ეხება უშუალოდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტს პოლიციის სისტემაში. მსმენელმა რეკლამამდე დასვა შეკითხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რამდენად კმაყოფილიყავთ ჩვენ გარკვეულწილად ამ შეკითხვას გადაცემის დასაწყისში უპასუხეთ, მაგრამ მოკლედ, ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ თქვენი დამოკიდებულება ამ თემაზე რომ გავაცნოთ. კი, ალბათ რადიო მსმენელი გულისხმობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2014 წლებში განხორციელებულ რეფორმას, როცა სამინისტროს ცალკე სამსახურად გამოიყო უსაფრთხოების სამსახური. ამ რეფორმის განხორციელების მოთხოვნა დიდი ხანი იდგა მანამდე საზოგადოებაში და სამოქალაქო სექტორი დიდი ხნის მანძილზე მოითხოვდა ამ რეფორმის განხორციელებას, რადგან მომხდარი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული დაუბალანსებული დიდი ძალაუფლების დეკონცენტრაცია და ასევე ამ ორგანოებს შორის ფუნქციები განაწილებული იყო ისე, რომ მათი სტატუსის შესაბამისად და მათი ბუნების შესაბამისად განეხორციელებიან ამ ორგანოების საქმიანობა. თუმცა ეს რეფორმა მაშინდელი შეფასებით ჩვენ მაშინ მოვაფასებით უარყოფითად გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ მივიღეთ უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ძალიან
დიდძალი ძალაუფლება შეუნარჩუნა კვლავაც და ამავდროულად ეს სამსახური დღეს მთლიან დახურული არის და საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს ამ ორგანოს საქმიანობაზე და მეორე მხრივ შენარჩუნდა თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში მანამდე არსებული სისტემური პრობლემები, რაზეც წეღან ვისაუბრე, იგივე იქნება ეს დეპოლიტიზირების პრობლემა, საკადრო პრობლემა, ასევე არასაკმარისი ღიაობის პრობლემა, ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე რადიო მსმენელის კითხვა იყო ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე და აქაც ვიტყვი რომ ბოლო წლებში ჩვენი ორგანიზაციის არაერთი მსვლელობის შემდეგ, მათ შორის ჩვენ მქონდა სასამართლოში დავებით, სამართლებრივი დავებით, ამის შემდეგ მოვახდინეთ რამდენიმე დებულების გასაჯაროება, რომელიც მანამდე განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას. თუმცა კვლავაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამინისტროში და სამინისტროს საქმიანობის თავობაზე კვლავაც დახურულია და დღესაც ვერ ვიტყვით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საკმარისად გამჭვირვალე. ამაზე აქვთ პასუხი, რომ ვერ იქნება ღია საზოგადოების ფართო მასისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა, იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მიმდინარეობს ხშირ შემთხვევაში საუბარი. ასეთია პოლიტიკოსების პოზიცია ამ შემთხვევაში. რატომ ფიქრობთ, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს შენობა ამ შემთხვევაში გამჭვირვალე უბრალოდ სტრუქტურა? რატომ ფიქრობთ, აი რა უნდა გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად განსხვავებული გამჭვირვალობის და ღიაობის სტანდარტები უნდა დაწესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. ეს ასეც არის განსხვავებული ღიაობის განსხვავებული ინტენსივობა აქვს ამ ორგანოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს მაგალითად სარგებლობს არა მარტო კონდაზურით საქმიანობის უფლებამოსილებით, არამედ ეს სამსახური აღჭურვილი არის მათ შორის საგამოძიებო კომპეტენციითაც, ასევე დანაშაულის ზოგადი პრევენციის უფლებამოსილებითაც. ეს ფუნქციები ბუნებრივად არის იმ შინაარსის მატარებელი, როცა ისინი ამ ფუნქციების განხორციელება ავტომატურად მოითხოვს გარკვეულ ანგარიშვალდებულებას და ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისადმი. ამიტომ არის რომ ორგანოს იმ ინტენსივობის ღიაობა უნდა კონდეს, რა ინტენსივობის ღიაობასაც მოითხოვს მისი საქმიანობა და მისი კომპეტენცია. შესაბამისად, სუსი ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რა თქმა უნდა, შესაძლოა დახურული იყოს კონდაზურით საქმიანობის ნაწილში და იმ ზოგადი ანალიტიკის ნაწილში, რომელსაც ახორციელებს უშიშროების მიზნებისთვის, მაგრამ მაშინ როცა ის საქმეს იძიებს, აწარმოებს სამართლებრივ დევნას, აწარმოებს დანაშაულის ზოგად პრევენციას, ამ მიმართულებით ამ სამსახურს მოეთხოვება მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთზეც იგივე შეიძლება ითქვას, ჩვენ გვყავს პოლიცია და არა მილიცია. ანუ ეს არის საზოგადოებრივ სამოქალაქო საქმიანობაზე დაფუძნებული ორგანო და არა გასამხედროებული სამსახური. ჩვენ გვახსოვს იგივე მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც, რომ პოლიცია გაუგებარია, პოლიციას დღეს ერქვას გასამხედროებულ სამსახურთა ერთობლიობა. პოლიცია დღეს არ არის ესეთი ორგანო, ასეთი ბუნება არ უნდა ქონდეს და ის უფრო სამოქალაქო სამსახურების ერთობლიობა არის. ამიტომაც არის საჭირო და ამიტომაც საზოგადოებაში ეს მოთხოვნა, რომ პოლიცია იყოს უფრო მეტად გახსნილი და ამ გზით კონკრეტული кейსი შეგიძლიათ გითხრათ, აი რა მიმართულებით არ იყო პოლიცია გახსნილი და რა მიმართულებით რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორი მუდმივად საუბრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც არის დახურული სტრუქტურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება ამ შემთხვევაში საუბრობს, რომ ღია საზოგადოების ფართო მასისთვის არის ხელმისაწვდომი ის ინფორმაცია, რაც შეიძლება რომ გახდეს საჯარო საზოგადოებისთვის. ტარდება ბრიფინგები, პასუხობენ შეკითხვებს, მინისტრმა გუშინ განცხადებაც გააკეთა, მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ანუ რა მიმართულებით კონკრეტულად ჩვენი მსმენელისთვის ასე რომ გასაგები იყოს, რა მიმართულებით გაქვთ თქვენ პრობლემა, პრეტენზია ამ შემთხვევაში, რომ არ არის ღია და გამჭვირვალე? მე შემიძლია ისევ ამკლავის ფარგლებში გამოვლენილ ტენდენციებზე გესაუბროთ, თუმცა მანამდე თქვენ მინისტრის განცხადებაზეც და მის დროულობაზე ვისაუბრებ. მინისტრმა განცხადება გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე არაერთხელ დაფიქსირდა სამოქალაქო საზოგადოებაში და არაერთხელ დაფიქსირდა ეს მოლოდინი, რომ არსებობს მოლოდინი თვითონ მინისტრის პოზიციისა, მინისტრის პოლიტიკური შეხედულებისა ამ საკითხზე. ეს შემთხვევა იგივე სამტრედიაში მომხდარი შემთხვევა არ არის ესეთი ცალკეული კონტექსტიდან ამოვარდნილი შემთხვევა და არ არის იმდენად უმნიშვნელო ამბავი, რომ ამაზე არ შეიძლება და აქამდე მოეხდინა რეაგირება მინისტრს ან სამინისტროს ხელმძღვანელობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დახურულობას, მაგალითისაც გეტყვით, ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის თანამშრომლები ყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
აი ასეთი ინფორმაციაც კი დახურული არის და არავითარი ლეგიტიმური საფუძვლები, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაცია იყოს დახურული. რატომ არ უნდა გქონდეს საზოგადოებას ცნობა იმაზე, რამდენი პოლიციელი ყავს ქვეყანას დღეს ეს გაუგებარი არის. ასევე მაგალითად დახურული არის ინფორმაცია იმის საუბაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სამართალმცავების მიმართ მაგალითად დისციპლინირება, როცა იგივე მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, რომ მოსამართლეების მიმართ განხორციელებული დისციპლინური წარმოება არის საჯარო და ეს დადგენილებები, როცა მოსამართლეს მიმართ გამოდის დისციპლინური სახდელი, ეს არის საჯარო. რომელი უფრო მაღალი ლეგიტიმური თუ რომელი უფრო მაღალი საჯარო ინტერესის მქონეა ახლა რომ მოსამართლეს ან ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მოსამართლეს უფრო ნაკლები ინტერესი აქვს, რომ მისი პირადი საქმე იყოს დახურული ვიდრე პოლიციას. ორივე არის საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი და ორივე საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები. კვლევაშიც გაქვთ მითითებული, რომ სუსტია სისტემაში შიდა და გარე კონტროლის მექანიზმი, ანუ ამაში გულისხმობთ ალბათ, რომ ინფორმაციის გარკვეულწილად არ ხდება გასაჯაროება თუ დამალვა. ამ მიმართულებით ერთი არის თვითონ ინფორმაციის გასაჯაროება და გენერალური ინსპექციის საქმიანობის საქვეყნოობა და მეორე არის თვითონ ამ ორგანოს ეფექტურობა და ჩვენ ეს მიმართულებაც კრიტიკულად გვაქვს შეფასებული. გენერალური ინსპექცია ვერ ართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც სამინისტროში არსებობს და ხშირ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის არაეფექტურობა და არაქმედითობა ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას სამინისტროს ორგანოს პოლიციის თანამშრომლებში. აუცილებლად უნდა გკითხოთ გალბატონო ანი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებითაც არის აქ საუბარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დასკვნაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეფასებასაც გამოვეხმაურები და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს მსგავსი რამ აღარ განმეორდება. რაზე საუბრობს ბატონი შალვა ხუციშვილი ამ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური მიმართულებით ზეწოლა თუ მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება მზად. აი თუ არის დასკვნაში რამე საუბარი, მე უბრალოდ მის ციტირებას ვახდენ ამ შემთხვევაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა რა იგულისხმება ამ შემთხვევაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, მე ამაზე არ ვიცი ნაკლებად ვარ კომპეტენტური ამაზე პასუხი გავცე, თუმცა იმ ინციდენტთან დაკავშირებით ის პრობლემები რაც იქ მოხდა, ის თუ არ განმეორდება, რა თქმა უნდა ჩვენ ამას მივესალმებით და ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი დასკვნაში არის ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ამ დასკვნაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს საუბარი, ეს შემთხვევა ჩვენი განხილვის საგანი არ ყოფილა. არ ვიცი რატომ დაუკავშირა ამას. პოზიცია თუ შეიძლება დიახ ბატონ კურამ, აი თქვენი პოზიციას რომ გაგვაცნოთ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, მაგალითად რომელიც ყველაზე გახმაურებული ფაქტია, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, არ არსებობდა აქციის ჩატარების არანაირი ინფორმაცია, რის გამოც მოხდა კორცხელის საარჩევნო უბანზე წინასწარ პოლიციის მობილიზება. თუმცა მსგავსი ფაქტი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ განმეორდება, 8 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება შესაბამისი მზადყოფნა და რეაგირება. ერთი შეხედვით მინისტრის და მინისტრის მოადგილის განცხადებები ყველაფერზე მიუთითებს იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივირებული, მობილიზებულია იმისთვის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური მიმართულებით ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების დაჩაგვრა, მოდით ესე ვთქვათ. თქვენი მოსაზრება საინტერესოა ამ მიმართულებით. პირველ რიგში, კვლევაში ეს ფაქტი არ ყოფილა შესწავლილი დეტალურად, იგავნა იქდა, რომ კვლევას თავის მეთოდოლოგია ჰქონდა და ჩვენ საქმეების შესწავლას ვახორციელებთ კახეთის და თბილისის რეგიონში, თუმცა ზოგადი კონტექსტის შეფასებისას აღნიშნული გვაქვს ეს კორცხელის ინციდენტიც, როგორც სერიოზული გამოწვევა და სერიოზული ტესტი არსებული სამართალმცავი სისტემისთვის. ამ ინციდენტზე შემიძლია ასე ვთქვა და პრინციპში ეს არა ახალია და არაერთხელ გაიჟღერა ამ პოზიციამ, რომ კორცხელის ინციდენტი უნდა ყოფილიყო ტესტი სახელმწიფოსი და სამართალმცავი სისტემის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ ისინი ამ ინციდენტს. ანუ თუკი სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქნებოდა ეფექტური და ეფექტურად დასჯიდა ანაწარმოებდა სასამართლოს პროცედურებს იმ ინციდენტში ჩართული პირების და მოძალადეების მიმართ, ეს იქნებოდა ძალიან მკაფიო და ნათელი მესიჯი, რომ სახელმწიფო არაფრისდებით არ შეეგუება წინასაარჩევნო პერიოდში ან საარჩევნო დღეს ამ მსგავს ფაქტებს. თუმცა ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეაქცია ვიხილეთ რეალურად. ერთია, რომ შესაძლებელია კარგიც ისიც რომ ჩავთვალოთ, რომ თვითონ
კორცხელში მომხდარი ინციდენტის დღეს პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია იქ გასამართი აქციის შესახებ, ესეც რომ ჩავთვალოთ. პოლიციას იქ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ უფრო ეფექტური რეაგირება მოეხდინა და კონკრეტული პირების ძალადობრივი ქმედებები აღიკვეთა, ეს ერთი და ამის შემდგომ დაწყებული გამოძიებაც უნდა ყოფილიყო უფრო მეტად ეფექტური და უფრო სწრაფად და დროულად უნდა მისულიყო ეს გამოძიება კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებამდე, რათა მასში ჩართული ნებისმიერ მხრიდან განხორციელებული ნებისმიერ მხარეს ყოფი მოძალადის დაასჯით სახელმწიფოს ეთქვა რომ ჩვენ აი ამ კაცრი პასუხით წინასწარ ვაკეთებთ პრევენციას და ეს არის ნათელი მესიჯი იმისთვის რომ მომავალში და საარჩევნო დღეს მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ გქონდეთ. სახელმწიფოს პოლიციის ამ შემთხვევაში არაქმედითობამ შეიძლება პირიქით შედეგი გამოიწვიოს და პირიქით წაახალისოს და გზა გაუხსნას შემდგომ ძალადობას სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო სუბიექტების მხრიდან. ეს იქნება ჩვენი პოზიცია ამას დაკავშირებით. გასაგებია. რაც შეეხება კვლევაში არ არის ბუნებრივი ეს ახალი ფაქტია, თუმცა მე მინდა მოგიყვანოთ მაგალითად გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ადვოკატები აცხადებენ და თავად დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, მათ არ ეკუთვნოდა და პოლიციის თანამშრომლებმა. შესაძლებელია იმდენი რაოდენობის ისეთი აქტიური დაუშვათ გაჟღერება არ ხდება ინფორმაციის საზოგადოებაში, როგორც ხდებოდა დაუშვათ წლების წინ, რომ ხდება იარაღისა და ნარკოტიკის შადება. თუმცა არის თუ არა ეს ცუდი ტენდენცია, როდესაც ხშირ შემთხვევაში უკვე ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ხდება ამის აღნიშვნა ამა თუ იმ დაკავებულის მხრიდან, რომ მოხდა იარაღის ნარკოტიკის ჩადება. იყენებს თუ არა პოლიცია ამ ინსტრუმენტს ისევ და რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დაუშვათ საზოგადოებას აღარ ქონდეს კითხვის ნიშნები, როდესაც მოხდება ამა თუ იმ პირის დაკავება, ხომ არ ჩაუდეს იარაღი ან ხომ არ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. ზოგადად რომ გიპასუხოთ, ასეთი ბრალდებები რომ პოლიციას არ უქმნიდეს საფრთხეს და პოლიციის საქმიანობის პარალიზებას არ იწვევდეს, პირველ რიგში აუცილებელია რომ პოლიცია სარგებლობდეს მაღალი ნდობით. დღეს თითოეული ასეთი ბრალდება, როგორი საფუძვლიანი უსაფუძვლოს არ უნდა იყოს, ლეგიტიმურად აღძრევს საზოგადოებაში ეჭვებს, რომ ეს გაჟღერებული ბრალდება ხომ არ შეესაბამება რეალობას და ეს ხომ არ არის სინამდვილე. თქვენს მიერ დასახებულ ფაქტებზე მე არ მაქვს კონკრეტული დეტალური ინფორმაცია, შესაბამისად გამიჭირდება ამის თქმა, თუმცა ზოგადად ტენდენციას ეს არის დღეს რაც არის აქტუალური 2 დღის წინ რაც გახდა. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენი შეხედულება ზოგადად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საუბარი მიმდინარეობს, რომ ჩამიდეს იარაღი ან ნარკოტიკული საშუალება. ზოგადი ტენდენციები თუ გამოიკვლეთ კვლევის შედეგად რაიმე ინფორმაცია, რომელიც არის საგანგაშო და რა უნდა მოხდეს, როდესაც პირი აცხადებს, რომ მას არ ეკუთვნოდა იარაღი, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, უნდა მოხდეს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. აი როგორ უნდა დავადასტუროთ ის რეალურად ის ადამიანი იტყვება თუ პოლიციელი ამ შემთხვევაში იყო დაინტერესებული მისი დაკავებით. აი ეს ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის არის აუცილებელი ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სწორედ ესეთ შემთხვევებს გამოიძიებს. დღეს, როდესაც ესეთ ბრალდებებს თვითონ პოლიციის სამსახურებრივი იძიებენ, ხშირ შემთხვევაში ეს პოლიციის გენერალური ინსპექციის ფარგლებსაც კი არ ცდება, ანუ კიდევ შემთხვევაში შეიძლება პროკურატურამ წაიღოს საქმე გამოსაძიებლად. თუმცა ეს ორივე ორგანო, როდესაც იძიებს საქმეს, საზოგადოებაში არ არის საკმარისი ნდობა, რომ ორგანოში ჩადენილ ორგანოში მომუშავე სამსახურივე როცა იძიებს მისი სხვა თანამშრომლის შესაძლოა ჩადანაშაულის ფაქტს, არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომ ეს გამოძიება ხომ არ არის სუბიექტური და მიკერძოებული და თუნდაც დადგინდეს, რომ რეალურად თვითონ დანაშაულის ჩადენის ადგილი არ ქონდა და იარაღის ჩადება არ დადასტურდა, იარაღის ჩადება, საზოგადოებას მაინც რჩება გარკვეული ეჭვები. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელიც თუ კი გამოიძიებს და იტყვის, რომ ეს ფაქტი არ დადასტურდა და ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო, საზოგადოება უკვე ამ შემთხვევაში დაიჯერებს ამ ორგანოს დასკვნას და იტყვის, რომ რეალურად ამ შემთხვევაში პოლიცია რატომ არ იქნება მაშინ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი წლების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი ამ მიმართულებით. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ან რა შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება თქვა ამ შემთხვევაში, რატო უწევს წინააღმდეგობას შინაგან სახელმწიფო ხელისუფლება, რომ შეიქმნას და აღარ იყოს კითხვის ნიშნები თუნდაც შინაგან საქმეთა ამ კითხვის ადრესატიც ალბათ თვითონ სამართალდამცავი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად ეს სამსახური სახიფათო შეიძლება იყოს იმ კუთხით, რომ ეს სამსახური დაუსვამდა წერტილს
პოლიციის პოლიტიკური და კერძო მიზნებისთვის გამოყენებას. პოლიტიკური ნება, აი სამსახური ვერ დაექვემდებარება ამ შემთხვევაში კონტროლს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ სამსახურის კონტროლი ძალიან რთული იქნება. ერთი რომ თვითონ ეს სამსახური რაც ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს, ამ სამსახურის კონცეფცია და მოდელი რომ ეს სამსახური როგორი უნდა იყოს. ამ მოდელის თანახმად თვითონ ერთი რომ სამსახურს არ ექნება ცდუნება რომ მოიპოვოს არანხულად დიდი ძალაუფლება, ისე როგორც დღეს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მეორე სამსახური უნდა ექვემდებარებოდეს საპარლამენტო კონტროლს და არა რომელიმე მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რაც ასევე გამორიცხავს ყოველ შემთხვევაში ამცირებს ამ სამსახურის ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან დაქვემდებარების რისკებს. ქალბატონანი, ჩვენ გადაცემის დრო იწურება და ძალიან მოკლედ იქნება მითხრათ რეკომენდაციებთან დაკავშირებით რა მოლოდინი აქვთ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ვრცელი და მომწურავი დასკვნის დროს გაწეულ გარკვეულ რეკომენდაციებს. როგორია თქვენი მოლოდინი და ხსმენია თუ არა როგორი იყო მათი მხრიდან დაინტერესება თუნდაც პირველ რიგში მოკლედ შევეხები იმ რეკომენდაციებს რომელიც ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ გატარდეს იმისთვის რომ პოლიციელი იყოს შედარებით ნეიტრალური და დამოუკიდებელი ეს არის იმ მექანიზმების ისეთი მექანიზმის როგორც არის მაგალითად ნარკოტესტირება როგორც არის ადმინისტრაციული სამართალდაღოთა კოდექსის გათვალისწინებული მწვრთნელი ხულიკნობა პოლიციის წინააღმდეგ პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ ამ მექანიზმებს უფრო გაწერა, უფრო დაკონკრეტება, ნარკოტესტირების შემთხვევაში დაკონკრეტება იმ სასამართლოს მიერ შემოწმება იმ ინფორმაციის, საიდანაც იღებს, რასაც იღებს პოლიცია და შემდეგ ხდება ამის საფუძველზე პირის გადაყვანა შესამოწმებლად, ამ მექანიზმების უფრო დახვეწა, უფრო დაკონკრეტება და რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობას, რა თქმა უნდა ჩვენ იმას გამოვთქვამთ, რომ იქნება ეს გაზიარებული ადრე თუ გვიან და ამ კვლევის პრეზენტაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც იყო ესეთი მზაობა, რამდენად რეალურია ეს უკვე გამოჩნდება მომავალში. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით დღეს ჩვენს გადაცემაში. პრობლემები რომელიც თქვენ დაასახელეთ კვლევის მიხედვით ალბათ ძალიან აქტუალურია საზოგადოებისთვისაც, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ჩაატარეთ ეს კვლევა და გაქვთ სუსტი ინფორმაცია თუ როგორია საზოგადოების განწყობა, რაც შეეხება რჩევებს და რეკომენდაციებს, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ მისცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენადაც დღეს ამ გადაცემის ფორმატში შევიტყვეთ, ეს არის რომ არ იძლეოდეს კანონი ხშირ შემთხვევაში ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას და იყოს დეტალურად გაწერილი თუ რისი უფლება აქვს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს იმისთვის რომ არ იყოს უკვე დარღვეული კონკრეტული პირის უფლებები. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. მე კი მშვენივრს შევახსენებ რომ ჩვენ დავბრუნდებით უკვე მომავალ შაბათს სხვა თემით და სხვა სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და გვისმენთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.